მოგესალმებით მეგობრებო საღამოში და ვისა როგორ ბრძანდებით მე განსაკუთრებულ ადგილზე ვიმყოფები ეს არის რუსთაველის გამზირი აბა გაგიკვირდათ საინტერესო რა აღმოვაჩინე ახლა დღეს ნახეთ გაუშვით ხო ხალხი უნდა გაჩვენოთ ხალხი ნახეთ რამდენი ხალხია ეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ისინი არიან ყველანი დემონსტრანტები მოდი კიდევ ერთხელ თქვა დემონსტრანტები სასაცილო იყო ერთი რაღაც რა სასაცილო კი არა ძალიან გასაკვირი იყო წეღან აი ახლა დაგანახებთ ესე იგი აქ იწერება ის რაც უნდა გააკეთონ ამათმა რა და წეღან რაღაც ახმაურდა ხალხი რა და მეთქი რა ხდება და გავიხედე აქ წერია ყველამ ერთად ხმაური და ყველა ერთად ხმაურობს ეხლა რაღაც დავალებებს იძლევიან კიდე ხალხის ძალის გეშინოდეთ წესით ამათმა უნდა იყვირონ რომ ხალხის ძალის გეშინოდეთ მაგრამ არ ყვირიან ეზარებათ იმიტომ რომ გართულები არიან და რაღაცა განცდომის პონტია რა საინტერესო პონტია და წეღან დაეწერა საქართველოს და ამათაც საქართველოს ძალიან უცნაური ვითარებაა რა ესენი არიან ჩემი აზრით მოსყიდული ხალხია ჩემი აზრით რომელიც უბრალოდ ან ფულს იღებს, ან უსაქმურია, ან კიდე აზზე ვერ მოდის, რა უნდა გააკეთოს ქვეყნის გასაკეთილშობილებლად. კარგია, პირველად ვარ 77 დღეს გამოსული დემონსტრაციაზე. ხო, ახლა აქეთ შემთხვევით მოვხდი, თორე ესე არც ვაპირებდი გამოსვლას. არა, ძალიან ცოტა ხალხია. განახოთ რამდენი ხალხია? შევიდე? შიგნი? მინჰოტე. თორნიგერეს. ხო, ხალხის ძალის გეშინოდეთ. გაინტერესებთ რამდენი ხალხია დაახლოებით იქნება? ალბათ ესე 200 კაცამდე რა. არც კი. შეიძლება 100-150. აზრი არა აქ ხა იგასვას მეზარება. ხო და. ხო ხა ყვირიან. შემაშინა წავედი სახში. ყვირიან. ბიჭო მე ესეთი რამე არ გამიგია რა. და ამით გონიათ რომ საქართველოს შევცვლით სახელმწიფოს თუ რა ხდება ხალხო რა ხდება გამარკვიეთ რა ხდება ხო და რა არის იცით ახლა გეტყვით ერთ რამეს რა მე სულ ყოველთვის გეუბნებით ერთ რამეს ხო არ ვიცი გაკურებული ვარ მართლა ძალიან მართლა ესე დავჩმორდით ანუ რა ხდება ახლა შემცივდა რა ვერაფერს ვერ ვამბობ დაშოკილი ვარ და ხალხი ამით ფიქრობს რომ გადარჩება ჩემო კარგოია ეხლა ვერ გიპასუხებ ლაივში ვარ ჩემო კარგო ხო აქ პოლიცია არის ხო და დასაქმდა ხალხი დასაქმდა რა გინდათ უბრალოდ მეზარება ხა მარტო სიარული და ჩაგრთეთ ლაივში, არ ვიცი, როგორც გინდათ. იაროზის. მე შენ დაგბატიშებ ახლა აქ. შემობზანდი
და გამა სახში ვიდეო არ მეგობრებო ეხლა. ღამეა და რაღაცნაირად არ მიყვარს ღამე. არა მიყვარს ღამე. გამარჯობაია. როგორ ახარ? შენ რატო არ მითხარ რჩებოდი და რომ ცოტნა და მაშინ არ წამოვიდა და წამოვიყვანდი ხვალ მარიამს. გოგონი, ჩვენ ვართ ეხლა ლაივში. ეხლა მე შენ გამოგიჭირე როგორც თევზი ხაფანგში თუ როგორ თევზი ალკესზე წამოგიჭირე. ერთ წამს მალაპარაკე მესენჯერში გწერდა არ პასუხობ. სახლი არის. გოგო ლაივში ვარ, ლაივში. კაი იყოს რა გავაკეთო. მომესმე მიდი მას სახლში ღია სახლი და ღია სახლი. გოგონი მეც მაქვს სახლი, წავედი სახლში ახლა. არა, ახლოს მაგიდან და რა არა, წავა სახლში კაცი დედაჩემთან. მომისმინე ახლა მე შენ უნდა დაგისვა კითხვები. მოემზადე ჩემო კარგო. კამერა არ გინდა ჩემთან მიხოდე მართლა? გოგო არ მინდა, არა, სახლში წავალ და ვიჭორავებ დედაჩემთან. კარგი. მოიცა არ გახვიდე, ცოტა ხანი დამითმე დრო 2 წუთი. კარგი, მიდი. გოგონი, მე მინდა შენთან ერთად ჩავწერო ერთი ლაივში. როდის დავაანონსოთ? ლაივი როდის დავაანონსოთ? უნდა დავფიქრდე. ახლა კონსულტაცია მეწყობა მაგალითად 20 წუთში. 20 წუთში. არა, 20 წუთში ვერ მოვასწრებ. ცოტა დიდი ხანი უნდა დაგეგმო ჩემთან ერთად, როცა საუბრობ, ჩემო კარგო საყარელო. კარგი, მაშინ უნდა დავფიქრდე, ახლა პასუხს ვერ გაგცე. ლაივში რო ლაპარაკობთ, მაგასი არა? არა, ლაივში არა, კაც ერთად რო ვიყო. მოკლედ, მე გეტყვი რა თემაზე იქნება. ჩემს მაყურებელს დღეს გავანდა ესეთი რაღაც რა, რომ ესე იგი მე აუცილებლად ვისაუბრებ შენთან ერთად რა არის ჯანსაღი, მიდგომა სექსუალურობასთან დაკავშირებით და რა გვიშლის ხელს საქართველოში იმისათვის, რომ ჯანსაღი სექსუალურობა გქონდეს ჩვენს ოჯახებში, განსაკუთრებით ქალებში, იმიტომ რომ როგორც მე გავიგე, 85% ქალების იტყუება, რომ აქვს ორგაზმი და ახლა ვიღაცას არ შეერცხოს და ლოყები არ გაუწითნდეს, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული თემაა რა. მე პირადად ახლა რამდენი ადამიანსაც ვიცნობ, იმდენ ადამიანს განსაკუთრებით აი მაღალასაკ ჩვენც არიან რა, ეს 50 წელს გადაცილებულები. ამ ადამიანებს აქვთ ესეთი პრობლემა, რომ ატყუებენ თავის მეუღლეებს და მე ეს მეუღლების ამ მეუღლებს ატყუებენ. ისინი იმათთან მიდიან და ისინი კიდე იმ სხვებთან მიდიან და ასე შემდეგ და ერთმანეთს ატყუებენ და არიან ტყუილში, ასეთ ტყუილში. მიუხედავად იმისა, რომ აი ახლა მე გეტყვი ერთ რამეს რა. სწვენიათ მამავებთან ამ საკითხის განხილვა. იმიტომ რომ ახლა ქალს მამაოსთან სწვენია ამ თემაზე საუბარი, როცა მრუშობს თავის ქმართან, ანუ მრუშობა იგივე რა, როცა არ გინდა იმ კაცთან დაწოლა და მაინც წევხარ. გესმის? სულ ერთი ახლა შენი ქმარია თუ მათხოვარია ვიღაცა გარედან, ხო? ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ თუ არ გინდა და მაინც აკეთებ ამას, ეს არაჯანსაღი ხო დამეთანხმები, ხო? აი ახლა მე სტიგმატიზაციას გავაკეთოთ, ახლა შუშობა და კიდე დავაკომპლექსდეს დაკომპლექსებული ხალხი. უბრალოდ ძალადობ შენ თავზე, ახლა მუშობას მე არ დავარქმევდი, მე არ. ხო და მაგას გიუბნები, ეს არ არის ნორმალურობა. ფსიქიკაზე და რა თქმა უნდა, მე ძალადობის შედეგად გამოიყოფა გარკვეული წილი, ჰორმონების, განწყობა, ციცლება. კარგ თემებს ვიადები. ძალიან მიყვარს ჰორმონებზე ლაპარაკი. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ორგანიზმში, ხო? და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არა, სასურველი თქვა იმაზე კი, რაც არ გინდა რომ გააკეთო. საერთოდ ადამიანმა არაფერი არ უნდა აკეთოს, რაც არ უნდა რომ გააკეთოს. ანუ ძალით არაფერი არ უნდა გააკეთოს. აი ეგ არის ძალიან კარგი აზრის დაფიქსირება. არ უნდა აკეთო ის, რაც არ გინდა რომ აკეთო. ხო და მაინც რო აკეთებ იმისათვის, რომ ამისათვის, ეს უკვე ძალიან ცუდია. ხო, ეგ არის ერთი საკითხი, რაც უნდა გავიაროთ მე და შენ. და ჰორმონს რაც შეეხება, აი ეს ჰორმონები მე რას იწვევს, რა დარღვევებს იწვევს, რატომ იწვევს და ასე შემდეგ. შეგვიძლია ესეც გავიაროთ, თუ გინდა, აუცილებელი არ არის. ოკეი?
კარგი, მოკლედ მაგაზე შევთანხმდეთ, Კაი. აუცილებლად. მაგაზე შევთანხმდეთ და მოკლედ გავაკეთოთ ლაივი. ახლა წავედი მე თორე. კაი, მე აბა გაკოცე. ოკეი. პაჭ. აბა შენც. გავთიშო მე. მე გაქთიშავ ჩემო საყვარელო. მოკლედ მეგობრებო, აი ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ მალე, იმიტომ რომ ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ კომპლექსი არაფერ შუაშია, აქ არის ჩარჩოები. მე ჩარჩოებზე მაქვს საუბარი, სხვებს კომპლექსებზე. კომპლექსები, რა თქმა უნდა, თავისთავად წარმოიშობა, როდესაც ადამიანი ჩარჩოებში აქცევს თავის თავს. ეხლა მითხარით, მე ვარ კოლმეურნეობის მოედანზე და აქედან დიდი ყომში როგორ წავიდე. გააქვთ აზრი? რა ნომერი მიდის დიდი ყომში? რომ არ ვიდგი აქ რა, თუ არა და ის და გავთიშო. და ჩავწერო Google Maps-ში, რომ როგორ წავიდე აქედან დიდი ყომში. იცის ვინმე? აი აქ ვარ, ნახეთ. მე მგონი უნდა გადავიდე. მე რო ტრანსპორტით იშვიათად დავდივარ, არ ვიცი ვით წავიდე და იქნებ მირჩიოთ. ხო და მეგობრებო, ამაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ძალიან საშინელი მდგომარეობა არის. რატომ არის საშინელი მდგომარეობა, იცით, რომ ძირითადად დარღვეული არის აღზრდელობით პროცესში ადამიანში სექსუალურობა და ეს სექსუალურობაზე გული რო უსკდებათ ხოლმე ადამიანებს, ეხლა მე იმედია რომ აქ თქვენ 5 წლის და 6 წლის ბავშვები არ გიზით, სადაც ჩემ ლაიფებთან რა და ჩემ ლაივებთან ზრდასრული ადამიანები ხართ, ვიმედოვნებ და ზრდასრულ ადამიანებთან საუბარის უფლება მაქვს იმ თემებზე, რა თემებიც არის უკავშირდება ჩვენს პირველ ჩაკრას, ანუ პირველ ენერგეტიკულ ველს. ხო და რომ არ გაგიკვირდეთ ხოლმე ზოგჯერ ჩემი ცეკვები და ასეთი რაღაცეები, ამიტომ გასამართი არის თქვენი პირველი ჩაკრა, ენერგეტიკული ველი, რომელიც არის დაზიანებული. აბა რომელმა მითხრა ეხლა, არც ერთმა არ მირჩიას, როგორ წავიდე დიდი ყომში აქედან. მე მგონი 314 მილის. აუ, 314 გამასწრო. რა ვიქცე? როგორ გავიქცე ახლა? მეორე შენ დაველოდო. მოიცა, ახლა აქეთ წავალ. კაი, მე მგონი აქეთ მიდის 314 მაღლა. აი, მაღლა უნდა წავიდე და იქ დაველოდები. ოკეი, ვიცი უკვე. მადლობა დახმარებისთვის. ხო და ესეთია მეგობრებო, ეს საკითხი რა. მაგალითად, როდესაც ქალბატონები იმით ამაყობენ, რომ ჩემს ქმარს შიშველი არ უნახივარო და რომელთანაც ყავს რამდენიმე ერთი კი არა, რამდენიმე შვილი გაჩენილი. ეს უკვე იცი როგორი რაღაცაა, რომ ბიჭო ძალიან მიკვირს ესეთი რაღაცეები რა. ალბათ იმათაც უკვირთ ესეთ ხალხს. ესეთ თემებზე ესე თავისუფლად რომ საუბრობ, მაგრამ ესეთი რაღაცებიც გამიგია, რომ მოჩვენებით ხმებს რომ გამოსცემენ, ვითომ რაღაცა იქ რაღაცა მოხდა აქტის დროს. და რატო ვისაჩვენებთ, რატო აჩვენებთ, რა გინდათ? რატო აწუხებთ ერთმანეთს? მე რა თქმა უნდა, ეხლა ენერგეტიკულად ადამიანი გრძნობს, რომ აქ რაღაცა ვერ არის გამართულად და რა თქმა უნდა ის მოისურვებს სხვაგან წასვლას. ეხლა აი ილია მეორემ გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის დღე. ხო? მე იმ ოჯახის სიწმინდეზე რა ვთქვა? სიწმინდის რა ვთქვა? რომ კაცი ყოველ ღამე
ანუ ხო, კაია, კვირაში 4-ჯერ. დადის ან საყვარელთან, ან უბრალოდ გამლელ იმასთან, ვიღაცასთან, ან კიდე მეგობარ გოგოსთან, ну, მოკლედ, სხვადასხვა რაღაცები არსებობს რა. ხო და ამ თავს კიდე ატყუებს. აი ესეთი სიწმინდის გაგიგიათ თქვენ რამე? ჩვენ თუ გვინდა რომ მოჩვენებით იქონდეს ყველაფერი, ოკეი, ეგ სხვა საკითხია. ეგ სხვა რამეა. ჩვენ თავებსაც ვატყუებდეთ და სხვებსაც ვატყუებდეთ. თუ ამ თამაშს თამაშობთ, ოკეი. მაგრამ თუ ამ თამაშს არ თამაშობთ და ჩვენ მართლა გონია რომ სიწმინდე, ოჯახი სიწმინდეა, თურმე რომ კაცი სხვებთან დადის და ქალის სახში კვდება, ნერვიულობით. საიდან მოიტანეთ ესეთი რაღაცები? შეგიძლიათ ვინ ჩაგიდოთ ტვინში რომ ეს უნდა ავიტანოთ? ესე იგი, თბილისი არის საკმაოდ დიდი დედაქალაქი იმისათვის, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ რა. ხო და ბევრი რაღაცა გიკვირთ ხოლმე მე რომ აი მან როგორ გააკეთა ეს და ის. მაგაცინებს. ირაკლე მეც გამაცინე. თუ მე გაგაცინე და ვერ მივხვდი რაზე გაგაცინე. მოკლედ მეგობრებო, დიდი მადლობა გამოცდილებისთვის. მე უკვე აქ ვარ ხალხმრავლობაში. ესეთ დროს კონცენტრაცია მიჭირს და ამიტომ ვერ ვლაპარაკობ ახლა ამ თემაზე. მაგრამ წინასწარ შეგამზადეთ ამ თემისთვის რა. შემდეგში გვექნება ამაზე საუბარი. ხო და ეხლა დაგიშვიდობებით. დავეულდები. ჩემს ავტობუსს დავეულდები და მე მიყვარს ხოლმე ავტობუსით გზავრობა, ვუყვაგვირდები ხალხს. საზოგადოებას რა ხდება? რა დონეა? გაგოცთ. მოიცა, ეს გავიხადა. დავაჭერე ხა. დავაჭერე ხა. End. Ciao.